დღეს ვისაუბრებ როკფელერის ქალიშვილზე, რომელიც საკმაოდ სერიოზული შავი მაგი აღმოჩნდა. ამბობ ეს რაღაცას, რომ როკფელერის ქალიშვილის სახლში უმუშაობდიო, რომელსაც დემენცია ჰქონდაო და სადაც მედდის დამხმარე ვიყავიო. დემენციასთან ერთად ეს ქალი ვიღაცებს ელაპარაკებოდა, რაღაც ხილვები ჰქონდაო და ზოგადად სახლიც უცნაური იყო, სამკუთხედის ფორმის ეზო, რაღაც უცნაური ფორმის ქანდაკებები და სხვადასხვა გაუგებარი რაღაცები იყო, რამაც ძალიან დამზაფრაო. გზადაგზა მოусმენ შენს ვოისს და გზადაგზა გიპასუხებ. ხო, ამბობ ეს რაღაცას, რომ ეს ქალიო ვიღაცებს ელაპარაკებოდაო და ყველაფერთან ერთად რაღაც საშინელი ხმები ისმოდა სახლიდან, საიდან ვერ ვიგებდიო. როდესაც ადამიანს კონტრაქტი აქვს დადებული, შავი მაგები აიღეთ, რომლებიც მართლა აკეთებენ რაღაც შავმაგიურ თემებს. ყველას გვერდით არის ეს დემონები. ეს დემონები მის გვერდით ცხოვრობენ, მის სახლში ცხოვრობენ, მის ირგვლივ ტრიალებენ. რატომ იცით? ესეთი შავი მაგი არის ეპიცენტრი ამ ბნელი არსების და ენერგიის. ეს არსები მათ მემკვიდრეობით გადაეცემათ. შესაძლოა ეს დემონები როკფელერის იყო, ან მისი წინაპრის, მისმა წინაპარმა გადაცა როკფელერს, როკფელერმა გადაცა ქალიშვილს. ეს როგორი რაღაც არის, იცით, შავი მაგებისთვის, როგორც ნაპოვნი განძი. რეალურად ყველა ეს შავი მაგები, ვისაც თქვენ იცნობთ, ვინც კარტებს გიშლით და სხვადასხვა პროცესებს აკეთებენ, მათ აქვთ ერთი სურვილი, იპოვონ ძლიერი დემონი, რომელთანაც კონტრაქტს დადებენ. ამ სამყაროში ადამიანი არ იღებს უბრალოდ ფიზიკურ ფინანსურ მემკვიდრეობას, არამედ ენერგეტიკულ მემკვიდრეობასაც იღებს. შეუძლია ადამიანს თავისი წინაპრების ენერგო მემკვიდრეობა მიიღოს, ან არ მიიღოს. ეს მასზეა დამოკიდებული. როგორ მიიღოს და როგორ არ მიიღოს, უბრალოდ ვარს განაცხადებს იმ ყველაფერზე, რაც ამ ყველაფერს ახლავს. როკფელერების შემთხვევაში პირდაპირ ბნელის მემკვიდრეობას იღებს, იმიტომ რომ მისი ფინანსების უკან დგას დემონი და უბრალოდ დემონი კი არ დგას მისი ფინანსების უკან. მისი ფინანსების უკან არის სხვადასხვა კორპორაციები, მედიცინაში, კომპანიები და ყველა ეს კომპანია და ყველა ეს კორპორაცია მიმართულია ერთისთვის, ადამიანის განადგურებისთვის რეალურად. კვილის პასტებში პტორი რომ შენ ვერ იფიქრო, საკვები მოწამლული, ჰაერი მოწამლული, ყველაფერი მოწამლული, ანუ თქვენი განადგურებისთვის არის. ამიტომ იმ ფულს მოყვება პირდაპირ დემონი მემკვიდრეობით. რადგან ფულში კი არაა საქმე უბრალოდ, არამედ იმ ყველა კორპორაციებში და იმ ყველა მექანიზმებშია საქმე, რაც გმართავთ თქვენ და რაც წამლავს ადამიანებს. ამიტომ ესენი ამით ცხოვრობენ და ესენი არიან ესენი. ამით კი არ უწევთ და იძულებული კი არ არიან. ესენი არიან ესეთები თან, ყველაფერთან ერთად. ამიტომ მისი სახლი მთლიანად შავმაგიური ეზოთერიით არის გაჯერებული, რადგან ამით არის უკვე. ზოგადად, როდესაც დიდი კონტრაქტი იდება და რა თქმა უნდა როკფელერის მსგავს ადამიანებს სერიოზული კონტრაქტი აქვთ დადებული დემონებთან და ზოგადად ყველას ვისაც კოლოსალური ფული აქვს, ყველას დადებული აქვს კონტრაქტი. შოუ ბიზნესიდან დაწყებული, მილიარდლებით დამთავრებული. მე ახლა საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ევროპის სხვადასხვა ალქაჯებზე. მაგას მოგვიანებით დავდებ, ისინი უფრო დიდი და ღრმა თემებია, მაგრამ ყველას ახასიათებს ერთი საერთო პატერნი. ნახეთ, როდესაც სერიოზული კონტრაქტი იდება, ეს უბრალოდ ხელის მოწერა და კონტრაქტის დადება და მორჩა სული გავყიდე, ესე არ არის. ამ ყველაფერს უნდა მისდევდეს. ესენი ვალდებული არიან ამ ყველაფრით იცხოვრონ. მასეთ ადამიანებს სახლში სალოცავი კუთხე აქვთ, რომელსაც სტუმარი ვერ ხედავს, რა თქმა უნდა, თავისი ალტარი აქვთ, მთელი რიგი პროცედურები აქვთ, აი როგორც ფილმებში გინახავთ. ზუსტად იგივე გარემო აქვთ და ამ ყველა პროცესში არიან ჩართული თავად. ამის გარეშე არ გამოდის. რეგულარულად უნდა იყოს ამ ყველა პროცესში და რეგულარულად უნდა იღებდეს მონაწილეობას მსხვერპ შეწირვაში ადამიანების, შავმაგიაში უნდა იყოს ღრმად და პროცესში უნდა იყოს. პროცესში, იმიტომ რომ პროცესში თუ არ არის, რაღაცომ უნდა მიცეს დემონმა ფული მილიარდელს. დემონი მილიარდელს ფულს იმიტომ აძლევს, რომ დემონმა ისეთი მოქმედებები გააკეთებიოს მილიარდელს, რომ საერთო სატანის და ბნელეთის ინტერესებში შედიოდეს. როკფელერის და მსგავსი ადამიანების მთლიანი ცხოვრება არის დემონის კონტრაქტის რუქა. რეალურად ესენი იღებენ ფიზიკურ სარგებელს, მაგრამ ამათ დახმარებით დემონები ანხორციელებენ სხვადასხვა პროექტებს, რომელი გარე მატრიცული ბნელი მექანიზმები შემდეგ თქვენზე მოქმედებენ. აჰა, ეხლა მეუბნები რომ ხმაურთან ერთადო დავინახეო აბაზანის კარები როგორ ზაგზაგებდაო, ძალიან უცნაური პროცესები ხდებოდაო. მაგ სივრცეში, მაგ სახლში ძალიან ბევრი დემონია მოკრებილი. მაგრამ ეხლა ნახე, კითხვა უნდა დასვა რაშია საქმე. ესე ღიად რატომ იქცევიან დემონები? იმიტომ რომ ამ ქალს სჭირს დემენცია და დემენცია რომ სჭირს
კონტროლიორი აღარ ყავს დემონებს, ვინც გააკონტროლებს. თორემ ის ქალი ჯანმრთელი რომ იყოს, ის დემონები ხმაკნის არ მოიღებდნენ. რატომ იცით? ზოგადად მასე ჩავიმაგები ყოველთვის აკავებენ თავიანთ დემონებს და ესე ვთქვათ, გარკვეულ ჩარჩოებში სვამენ. აი როგორც წარმოიდგინეთ, ესეთი შემთხვევები ბევრი ყოფილა და მაგიტომ ამბობ. წარმოიდგინეთ, ეხლა ვამპირები ყავთ სახლში. ეს ვამპირები სტუმარი რომ მოგივათ, რა უნდა ქნათ? უნდა ყავდეთ გამოკეტილი, სადმე გალიაში რომ თქვენი სტუმარი არ შეჭამოს. მაგრამ თუ დემენცია ეწყება ადამიანს, აღარავინ აღარ არის კონტროლიორი ამ ვამპირების. იგივე სიტუაცია შავმაგებთან. ზოგადად, როდესაც შავმაგებთან სტუმრები მიდის, ყოველთვის აქვს ესეთი სხვადასხვა პროტოკოლები. მაგალითად, ღამე არ გახვიდე გარეთ. არიან ესეთი შავიმაგები, რომლებსაც ხალხ გარეთ ცხოვრობენ და სტუმრები დადიან მათთან და რაღაც პროცესებში არიან. ზოგი შენიღბულია, ვითომ წმინდანია, ვითომ სუფთაა და სხვადასხვა პროცესებია. მაგრამ ხასიათი არის ერთი. სხვადასხვა პროტოკოლებს გაცნობს. მაგალითად, გეტყვის რომ ღამე არ გახვიდე, რადგან ღამე გამოდიან ისინი და ვეღარ გააკონტროლებს და შეიძლება სადღაც გეცეს. და მაგ ისტორიებსაც მოუყვები სხვა ისტორიებსაც. მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ ამ თემას. მოკლედ, ეს დემონები იმიტომ აქტიურობდნენ, რომ როკფელერის ქალიშვილს დაწყებული აქვს დემენცია და ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას. და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალს დემენცია აქვს, დაგერია თქვენ, ვინც სახლში იყავით. რასაც აღწერ, რომ სხვადასხვა პროცესები იყო კმაური, ძაგძაგი და ეს ყველაფერიო, ეს ყველაფერი შენთვის არის გათვლილი. ისინი შენ გესხმოდნენ თავს, გაშინებდნენ, ესე იწყებენ, შენს შეშინებას იწყებენ. ან მაგალითად ყურადღების მიქცევა უნდა შენი, რომ შენ მასზე ფიქრი დაიწყო, შეგეშინდეს და შიში უღებს კარებს. ამიტომაც ხმაურობენ, რაღაც ჭურჭელს ყრიან, მათი ერთადერთი მიზანი არის შენი შეშინება, შენ რომ შეგაშინოს. ამიტომაც ხმაურობენ. ორი ფაქტორია: ყურადღების მიქცევა და შეშინება. თქვენი აზრით, შეპყრობა საიდან მოდის? აი ესე, ადამიანი ჯერ ნეგატიური ფიქრებით იწყებს, მერე სტრესში ვარდება, მერე ჭურჭლების ხმების რაღაც გადმოყრები, კაწვრები, მერე ის და მერე ის, ანუ შიშიდან იწყება ყველაფერი, შიშიდან. შიში უნდა გაუშვათ ამის გამო. შიში არის შენი დამარცხების გარანტი მაგ დროს. ამიტომ ტექნიკურად უნდა იყო მშვიდში. კითხეო, ვის ელაპარაკებიო, რადგან უკვე მეც დავეჭვდიო, რომ ეს ყველაფერი რეალური არისო და ესენიო ჩემი მეგობრები არიან, დიდი ხანია ვიცნობო, ესე მიპასუხაო. ხო, დიდი ხანია იცნობს, დიდი ხანია თანამშრომლობს. ყველა შავი მაგი იცნობს თავის დემონს. ყველა მუშაობს დემონთან და ყველა ის დემონი ელაპარაკება მას. კომუნიკაციაშია მასთან, გესმით? ის რომ არ ელაპარაკებოდეს, აზრი არ აქვს დემონისთვის შავმაგთან მუშაობას. დემონმა შავმაგს უნდა მიაწოდოს პროტოკოლები. ვინ დააზიანოს, რა გააკეთოს, ბოროტება. ეს დემონები ნადირობენ თქვენს ნიჭებზე, თქვენს სხვადასხვა რაღაცეებზე და როკფელერის შემთხვევაში მასშტაბურ პროცესშია გასული. ჩვეულებრივი შავი მაგების შემთხვევაში მინი პროცესში, აი მაგალითად შენ რაღაც ძალა გაქვს. ხო, შენ ჭირდები და შავმაგს ეუბნება, ამას დიდი ყურადღება მიმიქციე. მასეთ სიტუაციებში შავი მაგები თავზე ყვებიან. აუ შენ ჩემი მეგობარი ხარ, თავზე გადაყვება, უფასოდაც გიგეთებს. გევლება თავზე, გეგონება შენზე შეყვარებულიაო. არა და ორივე გოგოები ხართ და ორივეს მამაკაცები მოგწონთ. საქმე სხვა რაღაცაშია. შენ თავს იმიტომ გევლება, რომ ჭირდები ენერგიულად. იმან უთხრა, რომ ესო გჭირდებაო. ამიტომ ესეც დაიმახსოვრეთ, შავი მაგი თუ თავს ყვება და ჩემი ძვირფასი ხარ შენ, ისე მოგემსახურები, ასე გიზამ, ისე გიზამ, ჩათვალე რომ ღუმელში მოსამზადებლად გამზადებს კუდიანივით. ამიტომ გამუდმებით კონტაქტია შავმაგთან დემონი. აბა რად უნდა ბიზნესმენს ფული აშოვნინოთ? ბიზნესმენის სული კი არ უნდა, ან ამ შავი მაგის სული კი არ უნდა. თქვენ უნდი ხართ. თქვენზე ნადირობენ ამათ დახმარებით. როკფელერი მასშტაბურ ნადირობას ახორციელებს თქვენზე. გესმით, როგორ? კორპორაციებით. ყველა ის კორპორაცია, რომლებიც თქვენს ჩვილებს წამლავს საკვებით, ბავშვთა საკვებიდან, ყველა ის საკვებები, რასაც იღებთ, შოკოლადები, ყველაფერი, ეს ყველაფერი, სწორედ რომ როკფელერის და მსგავსი კორპორაციების შხამქიმიკატების და ყველაფერი გათვლილია ყველაფრისთვის, რომ მოგიგვარონ. აბა როკფელერი რაში ჭირდება? მიხვდით, საქმეა თქვენში, თქვენზე ნადირობენ. ამიტომ დემონს არც ის შავი მაგი ჭირდება და არც როკფელერი ჭირდება დემონს. დემონს ჭირდება თქვენზე გამოსვლა, მასშტაბზე გასვლა. რაც უფრო ბევრი კლიენტი ყავს, ტაროლოგი იქნება ეს თუ შავი მაგი, მით უფრო საშიშია ის თქვენთვის. იმიტომ რომ მას ძლიერი დემონი ყავს და ძლიერ დემონს ბევრი კვება ჭირდება. ამიტომ რაც უფრო ცნობილია, მით უფრო უნდა გარბოდე მისგან. მაგრამ არ ყოფნის ჭკუა რომ გაიქცე. უბრალოდ აქამდე შენთვის ეს არავის აუხსნია და ეხლა ხო აგიხსნეს. აი, ეხლა ამბობ, ხო? ამბობ რომ ამ ქალს ქონდაო რაღაც მახინჯი ქანდაკებაო, მიდიოდაო და მასთან ლოცულობდაო. ხო, ეთაყვანე
ეთაყვანებიან. ის სახლი მთლიანად სათაყვანებელი ადგილია მისთვის. ეთაყვანება იმას ყოველ დილით დგებოდა, მიდიოდა ამ მახინჯ რაღაც ქანდაკებასთან და ლოცვით ბუტბუტებდა რაღაცეებსო. და ყოველ დილით უნდა ექნა ესო. რა მაგარი მორწმუნეები ყოფილან. მასე ქრისტიანი არ ილოცება. მიდი და არ დაილოცო და შელოცები არ გააკეთოს, შეჭამს ცოცხლად ის არსები. მოკლედო, ასეთ რაღაცას ამბობ, რომ კედლებშიც იყო ეს ეშმაკის ქანდაკებებიო, სამზარეულოშიცო, მოკლედ თუ სადმე გაივლიდი ყველგან ეს ქანდაკებები და ეს რაღაც მახინჯი არსები იყო ყველგანო. ნუ რა თქმა უნდა, ლამაზად შეფუთული ეხლა ქანდაკებებში, დეკორაციაში და ასე შემდეგ. რეალურად მაგ სახლში მხოლოდ ჩეულები დადიან. შენ ეხა მოხვდი მაგ შემთხვევით, იმიტომ რომ შემთხვევით არ ხდება არაფერი, მაგრამ შენ მაგ მოხვდი იმის გამო რომ დემენცია აქვს ამ ქალს. თორემ შენ მაგ სახლში არავინ არ შეგიშვებდა. ამიტომ მაგ სახლში ესე იმიტომ არის ღიად ყველაფერი, რომ მაგ მხოლოდ ის ადამიანები დადიოდნენ, რომლებიც საიმში იყვნენ ამ შავი მაგიის და ყველა ამ პროცესის. ეხა მე პიპიდის ისტორია მოვიდა ჩემთან, პიპიდის ცხელი ამბების პერიოდში მე უბრალოდ ავდებ ესეთ პოპულარულ რაღაცეებს და მაგაც იგივე პროცესი ხდებოდა. ნახეთ, ვინც მათ შაუბნელ სექტაშია გაწევრიანებული, ყველა უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული. ამ ყველა სატანაზე ლოცვის შავმაგიურ პროცესებში ყველა უნდა იყოს ჩართული. მაგალითად, კორპორაცია თუ აქვს ჩაბარებული, როკფელერის რომელიმე კორპორაცია თუ აქვს ჩაბარებული. იმ კორპორაციის დირექტორი ყველა ვარიანტში შავმაგიაშია. მინიმუმ სხვებშეწირვა განაკეთები აქვს იმ კორპორაციის უფროს, დირექტორს, ვინც საიმშია. რატომ? იმიტომ რომ ესეთია წესი. წესია, ინიციაცია. პიპიდის ისტორიაში იყო ესეთ სიტუაცია, რომ შემოდნით შესთავაზეს დიდი ფული და ეს გააგიჟდა, ამას ეგონა თამაში. მასონები რაღაც სიტუაცია და ფაქტის წინაშე რომ დადგა, შოკირებული იყო და გამოიქცა. იმიტომ რომ მორწმუნეა. მაგას მერე მოგიყვებით. იმდენი ისტორიები მაქვს ესეთი, ძალიან ბევრი მაქვს ესეთი. უბრალოდ რატომღაც დღეს გადავწყვიტე თქვენთვის ეს ჩამეწერა დღეს. ამბობ რომ მეორე სართულზეო, შემთხვევითო შევედიო, ეხა იქ შენ არავინ არ გაკონტროლებდა. შევედიო და ოთახშიო იყო მაგიდაზეო, რაღაც ხატებიო, ეშმაკის ქანდაკებებიო, სანთლებიო, მაგას ქვია ალტარი. სალოცავი კუთხე ესე ვთქვა, ოღონდ დემონზე. და ლაბორატორია, მოდი ესეთ ენაზე ვთქვათ, როგორც ქიმიკოსს აქვს ლაბორატორია, ისე აქვს შავმაგს თავისი ლაბორატორია. შავი მაგი ლაბორატორიის გარეშე არ არსებობს. შავი მაგი არ არსებობს სალოცავი კუთხის გარეშე და თუ სახლში არ აქვს, ისეთ ოთახში აქვს, რომელსაც შენ ვერასოდეს ვერ ნახავ. მაგრამ შენ რეალურად, შენ კი არა, ამას ვერავინ ვერ ნახავდა რეალურად. შენ უბრალოდ დაგემთხვა ეს სიტუაცია, იმ ქალს დემენცია აქვს და კონტროლი არ არის ირგვლივ. და ეხა შენ მედდის დამხმარეზე არავის არ ექნება ეჭვი რომ რაღაცას იტყვი ან არც მოგისმენს არავინ, მოკლედ რომ ვთქვათ რა. და ვერც მიხვდებოდი შენ მაგ ყველაფერს, მაგრამ ალბათ ის გათვლა არ ქონდათ რომ მე მომიყვებოდი. მაგრამ მაინც არ დაიჯერებს, ხო? რომც მოისმინოს რა. ისეთი რაღაცეები ხდება ჰოლივუდში და ისეთი რაღაცეები მაინც რეაქცია ნორმალური არავის არ აქვს და აზრი ასე რომ ხო, ჩვენ ამ ყველაფერს ვერ გავიგებდით, ამ ქალს დემენცია რომ არ ქონოდა. შენს იმ ოთახში ვერ ნახავდი ვერაფერს, ამ ქალს დემენცია რომ არ ქონოდა. ზოგადად ეხლა არანორმალური მოვლენები იმიტომ ხდებოდა მაგ სახლში რომ გავიგეთ რომ დემენცია ქონდა, დავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად მასეთი მძიმე დემონები როცა არიან, მასეთ მძიმე დემონებს ჭირდება ძალიან მძიმე კვება. გარანტირებულად ვიტყვი, როკფელერის ქალიშვილს უამრავჯერ ეყოლება სხვერპლად შენაწირი ცოცხალი ადამიანი, უამრავჯერ. მასეთ დემონებს ჭირდებათ ცოცხალი სიცოცხლე, პირდაპირ. და რამდენი ცოდვა ექნება, ჩანადენი რამდენი ადამიანი განანადგურები, როკფელერის კორპორაციებს, იმას და გამოვა მე ვიღაც და როკფელერმა ქველმოქმედებაში უამრავი რაღაც გააკეთა, უხთქოენი. თქვენი ქველმოქმედება არ იქნა, არცად. აგძელებ მოყოლას რომ რაღაცო გველის ფორმის ხის კვერთხი იყო, ასევე იყო რაღაც დიდი საშინელი თავის ქალაო, ასევე იყო უამრავი რაღაცო, მაგრამ რაღაცა კარადა მიიქცია ჩემი ყურადღება და გამოვაღეო კარადაო და კარადაში იყო წითელ ნაჭერში გახვეული რაღაცეებიო. რაღაც კუპიური იყო ფული გამოკრულიო. ერთ-ერთი რომ გავხსენიო, ხედაო ბარაკ ობამას ფოტო იყო. ესე გასაგებია. ეს თითეული წითელ ნაჭერში გახვეული ნივთები იყო პროექტი. ის ნივთები ვიღაც ადამიანის იყო გაკეთებული შავი მაგია. იმაზე შავი მაგია, იმაზე შავი მაგია და ბარაკ ობამაზე შავი მაგია. წარმოიდგინე, ესენი ყველაზე შავ მაგიას აკეთებენ. ეხა უამრავი გამოცდილება მქონია შოუ ბიზნესის ადამიანებისგან, უამრავს მოუწერია. მოკლედ შოუ ბიზნესშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს. როდესაც
რომელსაც ამათ კონტრაქტები აქვს დადებული, ესენი რეგულარულად რიტუალებს აკეთებენ, რომ მომღერალი გათიშონ, კონტრაქტი სათავისოდ დადონ, დაადებინონ მომღერალს, გადაიბირონ. ესენი შავი მაგიით ცხოვრობენ და გამუდმებით აი ესეთი პროექტები აქვს ჩალაგებული კარადაში. ან მათ, ან დაქირავებული ყავთ. ესენი თითოეულ ნაბიჯს შავი მაგიით დგამენ. ხო და ეს ქალი არ ყოფილა მარტივი პიროვნება, გესმის? ბარაკ ობამას ფოტო გახვეული თუ იყო და იქ კიდე ბევრი პოლიტიკოსები და სხვადასხვა ადამიანები იქნებოდნენ, ეს ქალი ძალიან სერიოზული ყუდიანი ყოფილა. ეს უკვე ოჯახური შავი მაგია. მემკვიდრეობით რო გადაეცემა. ამ ქალის სახლშიო იდგაო ცალკე სახლიო, სადაც ცხოვრობდა შამანიო. და მე რო გავარკვიო, რომ ამ ქალის შვილიცო, ანუ როკფელერის ქალიშვილის შვილიცო, შავ მაგიაში არისო. მე ხა გაარკვიე მომსახურე პერსონალთან, რომელმაც ყველაფერი იცის, რა ხდება სახლში. გვარიდან გვარზე გადადის დემონი და ესენი გვარიდან გვარზე გადაცემენ შავ მაგიას. ასე რომ ეს ესეა რაც გითხრეს იქ. ეხლა მე მქონდა გამოცდილება ფაშისტების ანანერდეს ალქაჩზე. ძალიან სერიოზულად არიან. იქ როგორ არიან, იცით? გერმანიაში ეს შავი მაგები კლანები აქვთ და სახელმწიფო დონეზე არიან. პოლიციაშიც ნაცნობები ყავთ, მაგ ისტორიებსაც დავდებ. გერმანიის ანანერდეს ალქაჩზე. იქ პოლიციაშიც არიან პირდაპირ, მედიცინაში ყველგან არიან და ერთი დიდი ორგანიზაციებია. საკუთარი ფსიქიატრიულები აქვთ, სადაც ადამიანებს კეტავენ და მთელი რიგი პროცესები მიდის. ევროპაში მარტივი სიტუაცია არ არის, იქ ძალიან ღრმად არის, მაგრამ საქართველოში სერიოზულად არის. იმ დონეზე არ არის, რომ სახელმწიფო დონეზე და პოლიციაში რომ იყოს, იმაში რომ იყოს, ერთი ორგანიზაციის ის იმაში, ესე არ არის. წარმოიდგინე, ფაშისტების დროს წამოსული ფაშისტების პერიოდიდან გადმოცემული შავი მაგია გერმანიაში, სადაც ადამიანს ვერ შეატყობ, ოჯახებით, კლანებად გადაეცემა. რეალურად როგორც ფილმებშია, ისეთი არის რეალობა. ამ ყველაფერს ეხლა რასაც ვსაუბრობ, ცალ-ცალკე თემებად დავდებ და თქვენ თავად დარწმუნდებით, მაგრამ ამას მერე დავდებ, ჯერ მე თქვენი შემეცნებით ვარ დაკავებული. გასართობად ნაკლებად მცალია, მაგრამ ისეთი ისტორიებია. სიგიჟე ხდება ხალხო, საქართველოში არანაკლები ხდება. კარგი, დაუბრუნდეთ თემას. შენ მოხვდი სერიოზული შავი მაგიის ბუნაგში. ესეთი რამე იშვიათია. არავინ არ შეგიშვებს იქ. იმ ქალს რომ დემენცია არ ქონოდა, შენ არასდროს იქ არ მოხვდებოდი და ვერასდროს ამ ყველაფერს ვერ ნახავდი. ხო, ამბობ ეხლა ასევე იყო რაღაც წიგნებიო. ეხლა ბევრ შავ მაგს ნერწყვი წამოვიდა დარწმუნებული ვარ. მასეთ წიგნებს ვერც იპოვი. ნახეთ, ეს შავი მაგები, რასაც საკეთებენ, ეს შავი მაგია არის საშიში ძალიან, მაგრამ ეს შავი მაგია არის როგორი მაგია, იცით? უხეში, ბინძური და შავ მაგსაც აზიანებს. უბრალოდ ადამიანს კი არა, შავ მაგსაც აზიანებს ძალიან და არის ცოდნები, რომელიც ცოდნაც ღირს მილიონი, 2 მილიონი, 5 მილიონი წიგნი, ხო? 5 მილიონი ვიღაც შავი მაგი იყო ისტორიულად, რომელმაც გახსნა შავმაგიური რიტუალები და ის წიგნი აქვს. 10 მილიონიანი წიგნებიც არსებობს შავი მაგიის. არ გჯერათ? არსებობს კი. იმიტომ რომ ის ცოდნა, ნახეთ, ყველა შავმაგმა იცის ეს. ნამდვილ ხარისხიან შავმაგიურ რიტუალს, რომელიც შავმაგს გამოადგება ხარისხიანად, ვერ იპოვი ინტერნეტში. ამაშია მთელი საქმე. როგორც წესი, მასეთი წიგნი არ არის. მასეთია დღიური, რომელიღაც ძველი, ცნობილი შავი მაგის, ცნობილი არა თქვენთვის, არამედ შავი მაგების წრისთვის. ასევე ერთ-ერთი ძველი წიგნი იყო, რომელსაც ეწერა ტაროს კარტიო. ეხლაც იტყვია, რომ ტარო შავმაგიური არ არისო? ტარო არის თეთრის და ამიტომ ქონდა როკფელერის ქალიშვილს ამ შავმაგიური ლაბორატორიის ოთახში. ამიტომ ქონდა ტარო, რომ სუფთა ღმერთის არის, ხო? მერეო როგორც გავარკვიეო, ამ ქალს სანამ ცნობიერში იყო, ყავდაო ვიღაც ქალიო, რომელიც იყო მონის პოზიციაშიო, მონა ყავდათო. ოღონდ ეს მონობა პირდაპირ ესე რაღაც მონურად არ გამოვლინდება. ეს მონობა გამოვლინდება სხვანაირად. ზოგადად ესეთ ადამიანებს ყავთ ენერგო წყარო, ადამიანების სახით. მაგალითად, ეტყვის რომ შენ ჩემთან იმუშავე, ამ რიტუალებში გავაკეთოთ რაღაცეები და ფულს გადაგიხდი და რეალურად ფულს უხდის, მაგრამ ეს ქალი ყავს როგორც მეწველი ძროხა, წველის სასიცოცხლო ენერგიებით. თუ ფულს იცის რომ არა იღებს, შეიძლება შეყვარებულად გაიჩინოს, გვერდით ყავს. ესეთმა შავმა მაგებმა იციან ადამიანის მიწებება და იკვებებიან ამ ადამიანებით. ეხლა ნახეთ, რაში ჭირდება ვიღაც ქალი? აქ საქმე არის ხალხო ფუნდამენტურ საკითხში. ადამიანი შეიძლება საერთოდ არაფერს არ წარმოადგენდეს მატერიალურ სამყაროში, მაგრამ მას აქვს კოლოსალური ძალები დაგროვებული მის სულს. ესეთები ესეთებზე ნადირობენ. ან შეყვარებულად იჩენენ, ან
გვერდით ყავს, ან ის ეს თემა გამოიკვეთა ყველაზე კარგად ანანერდეს ალქაჩთან, ქართული ბიჭი ყავდა, რომლისგანაც იკვებებოდა ენერგიით. ესენი იკვებებიან ენერგიით. ესეთები თუ გეუბნებიან რომ ჩემთან იმეგობრი ახლოს იყავი, უფასოდ გაგიკეთებ, ისე გყვება თავზე, გეგონება თაფლი გაცხიაო. რეალურად გაცხია თაფლი, ოღონდ მისთვის სხვანაირი თაფლი. მეგობრული თაფლი არა, ენერგიულად მოწონხარ და როგორც ენერგო კვების წყარო ისე უნდა დაგიყენოს. ამიტომ ამბობ რომ ამ ქალს უყავდაო მონაო, მომსახურე პერსონალი, ესე აღიქვამდა იმ ქალსო, მონადო. მერე ეს ქალი გაქრა სადღაცო. ხო, მერე უკვე ენერგიით რომ გამოიფიტება, რაღაც დარტყმას შეიძლება ვერ გაუძლოს. ანუ მეტისმეტად ბევრი სისხლი ამოწოვა. სისხლი მეტაფორულად ვამბობ ამას, ენერგია ამოწოვა და ვერ გაუძლო. იმ ქალმა გარდაიცვალა. მერე ახალი და ესე. ზოგადად ადამიანი სანამ მომიყვება რაღაცას, უკვე ვიცი რას მომიყვება დაახლოებით. ვიცი რას რა მოყვება. რაღაც თრეში რომ მოხდებოდა, უკვე ვიცოდი სანამ შენ ამას მოყვებოდი, იმიტომ რომ ეს ეხდება. არ არსებობს მასეთ რაღაცასთან ერთად იმყოფებოდე ერთ სახლში და რაღაც თრეში არ მოხდეს შენთან. ერთ ღამესაცო ჰელოვინის საღამო იყო. წევარო და ზურგითო უკან რაღაც ვიგძენიო და გადმოbrundiო და ვხედაო მეორე საწოლზეო ვიღაც ქალი ჩამომჯდარიაო. ოღონდო ქალი იყო, მაგრამ პატარა ზომისო. ალბათ ბავშვის ზომის ქალი რომ წარმოიდგინო, დემონი. თვალები შავი ქონდაო და პირდაპირ მე მიყურებდა, არ მოძრაობდაო. რატომ არ ეკარებიან პირდაპირ ადამიანს? იმიტომ რომ ნებისმიერ დემონს და ნებისმიერ დაბალ არსს ეშინია ადამიანის, ეშინია ლოგიკურად. შენ ჯერ არ მოგიახლოვდება. შენ თუ გაბედული ხარ, არ გეშინია და რაღაცები, იმიტომ რომ შენი განზრახვა, ხელის გაქნევა, შენ უბრალოდ ხელს კი არ იქნევ, შენ ენერგეტიკულადაც იქნევ ხელს. თავდაცვა გაქვს გააქტიურებული, შეიძლება დაჭრა, დააზიანო, ანუ ენერგიის წყარო ხარ, უფლიშვილი ხარ, ცოცხალი აალებული ცეცხლი ხარ. შენი აურა აალებული ცეცხლი და ვერ გეკარება, გაიგე, სანამ არ შეგეშინდება. რო გეშინია, შენი აურა აღარ იწვის ცეცხლით და სუსტდება. ამიტომ ყოველთვის შორს დგანან ისინი ჯერ. ელოდება როდის შეგეშინდება. უცებო გავშეშდიო და ვეღარ მოძრაობო. რეალურად ძილის პარალიზი დაგემართა, მაგრამ ძილის პარალიზი მე გამიგია, როცა ადამიანს ძინავს და შენ არ გეძინა. ხიზლზე დაგემართა ძილის პარალიზი. გაღვიძებულზე გაშეშდი. ძალიან სერიოზულ დემონებთან გქონდა გადაკვეთა, ფაქტია. ხო და ამბობ ეს რაღაცაც რომ უკვე მივხვდიო რომ ძალიან ცუდად იყო საქმეო და ვერც ვინძრევიო და ლოცვის თქმა მინდაო და ვერ ვამოძრავებ პირსო და დიდი ძალის ხმევის შედეგად ავწიე ერთი ხელიო და ყბაზე მოვიკიდეო და ყბა ავამოძრავეო ხელითო და ლოცვა ისე დავიწყეო. აუ რა მძიმე მდგომარეობაში ყოფილიყარ. არა უშავს ხა ყველაფერი ხდება. სადა მოყავი თავი მაგაზე მეცინე. სადა მოყავი თავი, იმიტომ ესეთი რაღაცა ჯერ პრაქტიკაში არ მქონია რომ ხიზლზე გაშეშდე. შენ იმ სივრცეში იყავი და მაგიტომ. ხო და შენ რასაც აღწერ ნახევრად მოძრაობდი, ნახევრად ვერ, ეს არ არის ძილის პარალიზი. ეს არის პირდაპირ მატერიაში დაგესხა თავს. მოკლედ ამბობ რომ როცების წაკითხვა ძლივს შევძელიო, ხელს ვახმარდი ყბასო და შემდეგო ამოძრავდიო და ვეცადეო რომ ხელი შემეხო ამ ქალზეო, რომელიც საწოლზე იყო და გაქრაო უცებო. ხო გაქრებოდა, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გიქნა და ეშინია შენ მართლა შეგიძლია ის დააზიანო. ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ რომელიმე თუ გამოგეცხადებათ დააზიანოთ განზრახვებით. მოუხმოთ უფალიესო ქრისტეს, განვედ ჩემგან, განადგურდი და ხელი რომ გაუშვიო, ხელიდან ენერგიას უშვებ. შენ ხარ დამოხტული ღვთიური ცეცხლი. ვერ ხვდები ვინ ხარ და ამაშია საქმე. მათ არანაირი ძალა და არაფერი არ აქვთ თუ შენ არ გეშინია. თუ შენ გეშინია, დამთავრებულია შენი საქმე. შენ თავად გააკეთებ ყველაფერს. რაც დემონს უნდა. შიში გაგაკეთებინებს ყველაფერს. აი მე მიყვარს ქართველი, აი ქართველი ძალიან მიყვარს. აი ძალიან მიყვარს ქართველი რა. აი ქართველზე განუმეორებელი არ არსებობს რა. ეხლა რასაც მიყვები მაგასთან დაკავშირებით ვამბობ. ამბობ ეს რაღაცას რომ ამერიკაშიო რომ წავედიო, წაღებული მქონდაო, მამა გაბრიელის ზეთიო, საკმეველებიო და მოკლედ მთელი ეს ყველა პროცესებიო. და მეორე დილა როგორც კი გათენდაო, ყველაფერს წავუცხე მამა გაბრიელის ზეთიო. რა მაგარი ხარ. საკმეველი თავაბყურე ყველა ოთახებიო. ვეღარ ხედავდი ვერაფერს, იმდენი კვამლი ავაბყურეო. ვილოცეო, სანთლები დავანთეო, მოკლედ მთელი პროცესები გავაკეთეო. მე რაზე მეცინება, იცი, მე ვხედავ, მე შენ რაღაცას რომ მიყვები, ან ნებისმიერი ადამიანი რომ მიყვება, მე ვხედავ ყველა წახნაგს. და რაზე მეცინება, იცი? ის სალოცავები ვიზეც ქონდა, შოკირებული იყვნენ. მაგ სახში არასოდეს არ მომხდარა მასეთი რაღაცა.
რასიკიშია მასეთი რაღაც ისტორიულად არ მომხდარა მაგ სახლში და შოკირებული იყვნენ დემონები გაწმინდა სახლი ტანგურით გაყარე ყველა დემონი თუ ვინმე იყო მაგ სახლში ანუ შენ ხა გაბრიელის ზეთი და სანთლები და შენი ლოცვა ნახე შენ მაგ შემთხვევით არ აღმოჩნდი მართლა ანუ შენ მაგ შემთხვევით არ აღმოჩნდი რეალურად გაყარე ყველა მაგ სახლიდან შოკირებულები დარჩნენ დემონები ეს რა გვიქნესო საკუთარ ტაძარში წაუბილწე მაგათვის წაბილწვა თორე გაწმინდე ის სახლი რეალურად ორასი გიჟე მარტო ქართველი თუ გააკეთებს ამას რა აი მარტო ქართველს თუ ეყოფა გამბედაობა რომ ესეთი რაღაც გააკეთოს ამას ჭირდება გამბედაობა ხალხო ეს პროცესები რომ ჩავატარეო ამ ქალმა რომ გაიღვიძაო მეუბნებაო მყისიერადო აქო ესენი რომ იყვნენ სად გაყარეო მასე მშვიდად შენ შავი მაგი მაგას არ გეტყოდა შავი მაგი უბრალოდ პირდაპირ გაგაქრობდა როკფელერის ქალიშვილი ცნობიერში რომ ყოფილიყო მასეთი მოქმედებისთვის ვერავინ ვერ გიპოვიდა რადგან მასეთ მოქმედებას ჭირდება უკუგება მინიმუმ მსხვერპლად შეგწირავდნენ იმიტომ რომ ანუ შოკში დატოვე ყველა რასი გიჟია ხალხო ძალიან მაგარი ხარ ღმერთმა დაგლოცოს დალოცვილი ხარ უკვე შენ მაგცაქციელით რა უყავი ჩემი მეგობრები რატომ გაყარეო გეუბნება გადარჩი ისე მაგრად რით იცი ეს ქალი ცნობიერში რომ არ იყო მაგრამ უფალი არ გაგიშვებდა ისეთ ადგილზე სადაც რამე დაგემართებოდა ამაშია თელი ამბავი გესმის უფალმა შენ იქ გაგიშვა მერე გამოვა მოძღვარი და თქვენ არ შეგიძლიათ არ გაქვთ უფლება ეგზორციზმის ლოცვები წაიკითხოთ და ხო შესაძლებელი ყოფილა დემონების სახლიდან გაყრა თუ შენ საკმარისი მონდომება და სურვილი გაქვს ყოფილა გესმით თქვენ გაქვთ ყველას ძალები მარტო ეგზორციზმის გაკეთება კი არ შეგიძლიათ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ ამიტომ როცა ღმერთი სადმე გგზავნის არაფერს არ შეგეშინდეს გააკეთე ღვთიური საქმე